მერტმა დაგაცოთ გაგახაროთ სულიერი წინსვლა მოგმადლოთ. მინდა დღევანდელის სახლის კითხვა, დღევანდელი შეხვედრა 2 სიტყვით აღნიშნოთ და ვისურვოთ ის რომ უფალთან ერთად ვიყოთ სულ. ვისურვოთ ის რომ ხილავი ჩვენთვის მადლი რომელიც სულ გარდამოდის ჩვენზე ყოფილიყოს ჩვენთვის ხილულად აღსაქმელი ჩვენი სულიერი ორგანოებით ასე ვთქვათ. ვფიქრობ რომ ხილულში ვლინდება უხილავი. ამიტომ ის უხილავი მადლი რომელიც გარდამოდის რაღაც ჩვენი ინდივიდუალური შეგრძნებებით უნდა დავაფიქსიროთ და შევიგრძნოთ და შევისისხლოთ. ყველაფერში თუ ყურადღებით ვიქნებით, მივხვდებით და დავინახავთ მადლი როგორ მოქმედებს. როგორ გამოდის ჩვენთვის ისე ვთქვათ ის უხილავი ძალა, როგორ შემოდის ჩვენში, როგორ შევიგრძნობთ მის მოქმედებას ჩვენ ცხოვრებაში. თუნდაც სახლის კურთხევაც ავიღოთ, ხომ ესეც ხილული გამოვლინება იმ უხილავი უდელთმოქმედებითი მადლისა. უდელთმოქმედება აღესრულება ხილულად, მაგრამ მადლი უხილავად მოქმედებს, მაგრამ ეს ხილული სახე აუცილებლად შესაგრძნობი და თანაგანცდადია და შემდეგ სხვადასხვა წყალობის ფორმით ღვთის წყალობა სხვადასხვანაირი ხილული სახით გამოვლინდება და ოჯახს ენიჭება ათასნაირი სიკეთე. ამიტომ ეს დიდი განსხვავება არის ხილულსა და უხილავს შორის, მაგრამ ამავე დროს დიდი ახლობლობა და კავშირია მათ შორის. უხილავია სიყვარულის გზნობა, მაგრამ ხილულად ხო როგორ ვლინდება, ხილულად ვლინდება და კავშირი არის ხილულსა და უხილავს შორის, ასევე სიყვარულიც, ხო? ეს არის ის კავშირი ზეცასა და ადამიანს შორის, რომელთაც ჩვენ უფალთან კავშირდებით სიყვარულის გზნობით და ის მანძილი, რომელიც შემოქმედსა და ქმნილს შორის არის, რომელიც არის მეუფესა და ქმნილება მონას შორის, გადალახვადია, თითქოს ეს გადაულახავი მანძილი გადალახვადია რითი სიყვარულით. აი უხილავი გზნობით, მაგრამ ხილული არის ეს სიყვარული, როცა ვისაც უყვარს მაშინ. ხილული არის ის მადლი და შეგრძნებადია მათთვის, ვინც ამ მადლს იღებს და შეისისხლებს ზიარებით, აღსარებით, შვიდი საიდუმლოთი და ასე შემდეგ იმ უდელთმოქმედებებით, რომლებსაც ჩვენ ვთქვათ, რომლებშიც მონაწილეობთ ხოლმე. მინდა ამიტომ მუდამ თვალწინ გქონდეს უფლის წყალობა, უფლის მადლი. დიახაც ეს საიდუმლო არის, რომელიც ადამიანს ეხსნება უდელთმოქმედების დაკვირვების დროს, როდესაც აკურთხებს სახლს მოძღვარი, როდესაც აკურთხებს, როდესაც პარაგლის იხდის, როდესაც ლოცვას კითხულობს. აი მორწმუნე რომელიც არის ყურადღებით და ცდილობს რომ ჩაწვდეს ლოცვის საიდუმლოს, მასში დიახაც ვლინდება ის საიდუმლოდ ვლინდება და ჩნდება ის ნათელი ქრისტესი, რომელიც ცხადდება ხომ ჩვენთვის. და ვფიქრობ რომ აი სახლის კურთხევაც ეს ერთ-ერთი მრავალთაგანი საშუალება არის. ჩვენს ხელში არის ჩვენი ასე ვთქვათ თავარი მოქმედი გმირი ჩვენი გადარჩენისა ჩვენ ვართ. ჩვენ ხელში არის ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას აი თავისუფალი ნების სწორი და მართალი გამოყენება, ხო? ვისაც ადამიანი ძლიერდება ნებისყოფას, მისი ნებისყოფა ძლიერდება, როცა სწორ არჩევანს უფლისადმი მიიმართება, სწორ არჩევანს აკეთებს. მისი ცნობიერება, მისი გონება, გული, სული სამშვენელი და სხეულიც ვიტყოდი, სულ სხვა ეტაპზე, სულ სხვა დონეზე ადის და ადამიანი უცას ქრისტესთან ერთად არის, მისი ცნობიერება ახლდება, განიღურთობა, თეოზის გადის და იგი უკვე დამატებით საოცარ ძლიერ და უნიკალურ უნარს იძენს, რაც დღეს ძალიან გვჭირდება, სულ ამას ვამბობ, რომ ძალიან დღეს გვჭირდება უნარჩვევა ღვთის ნების გამოცნობისა, უნარჩვევა ღვთის ნების შეგრძნებისა, ღვთის ნების გზნობაცოდნისა, გამორჩევისა. ამისათვის რომ გამოვარჩევოთ ღვთის ნებას სწორად და მართლად, რაც ეგების ღვთის ნებას, ხომ? ამისათვის ჩვენ გვინდა განწმენდილი, გვჭირდება განწმენდილი მთელი სული სამშვენელი და სხეული, მთლიანად განწმენდილი ორგანიზმი, მთლიანად გონება და გული განსაკუთრებით ამ ორგანიზმის ორი პოლუსი, ასე ვთქვათ. როდესაც ადამიანის მიკროკოსმი განიწმინდება, იგი მაკროკოსმის ზეციური ძალის მასში მოქმედების ხილულ თუ უხილავ შეგრძნებას და განგებულების კონტურს ხედავს და არჩევს თუ რა უნდა ზეცას ამა თუ იმ ეტაპზე ადამიანის ცხოვრებაში ყოველ დღე მუდამ მის ყოველ ცხოვრების მუდმივ ყველა გამოვლენაში და ცნობს ყველა გამოვლენებას ღვთისნებისა ცნობს და სწორად აღიქვამს. და ამდენ არჩევანში ასეც დღეს ამ ინფორმაციულ ოკეანეში, ალტერნატივების ოკეანეში, ყოველდღიურ
ინფორმაციულ, ვთქვათ, მაგიასა თუ სხვა ტიპის манипуляციებში ოსამჭოთა სივრცის ადამიანთა ხილულ და განსაკუთრებით უხილავ ნეგატიურ გავლენებში, ამღვრეულ ცნობიერებაში, ამღვრეულ სივრცეში, არაკეთილ განწყობილ სოციუმში, ზოგჯერ თითქმის ჯოჯოხეთური რეალობისადმი, ასე ვთქვათ, ქსეროკოპირების ცდელობაში რეალობისა და ამ, ასე ვთქვათ, იმ ქსოვილში, ანთროპულ თუ სოციალურ ქსოვილში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, განსაკუთრებით ძვირფასი არის ზუსტად ის, რასაც ქვია ღვთისნების გამორჩევა. და ვინც ეს ნიჭი მიიღო, მან მიიღო ღვთისაგან საჩუქრად. არა იმიტომ, რომ დაიმსახურა, არამედ ღვთის დაუმსახურებელი წყალობაა. მაგრამ ეს ყველა ადამიანში, მეტნაკლებად მონათლულ ადამიანში ჩადებულია 7 ნიჭის სახით. ერთ-ერთი რომ გაშლი, ერთ-ერთი ნიჭი, თუ გაიშლება ეს ნიჭები, განიმარტება, ერთ-ერთი ნიჭი ღვთისნების გამოცნობისა და მისდამი მიყოლისა ჩადებულია, ხატება მოგეცა. მაგრამ მსგავსება დაგევალა, ხო? და მდიდრდება ადამიანი ამ უნარჩვით. ყველაზე მდიდარი უნარჩვება ეს არის ადამიანში. რომ გარშემო ძალიან ბევრი ასეთ ფაქტორებია, ფსიქიური თავდასხმებისა, ენერგო ვამპირიზმისა, ადამიანებს შორის გაუცხოებისა, ერთმანეთისადმი არაკეთილ განწყობისა, აზრით, სიტყვით თუ საქმით, ხილული თუ ხილავი ფსიქიური ზემოქმედებებისა, რომლებიც ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ, ხშირად ნებით ადამიანებს ერთმანეთისადმი ურთიერთობაში ნეგატიურ გავლენებს ბადებს და თუ ძლიერი, ვთქვათ, ენერგია გადამეს, შეიძლება მეორე ადამიანზე, ვთქვათ, ზედ ნეგატიური გავლენა მოახდინოს დახმარებით სხვა ძალების, ეხლა ეს დიდი თემა აღარ ჩავმოვდებით. მაგრამ ვიმეორებ, ადამიანი რომელიც ლოცულობს, ეზიარება, მარხულობს, მრევლი ხარ და იცით ეს ყველაფერი ახალ არაფერს არ ამბობ, ლოცულობს, მარხულობს, ეკლესიურად ცხოვრობს, იგი სულიერი საჭურველით არის აღჭურვილი. ხო, შეიძლება როგორც პავლე მოციქული ამბობს. სულიერი საჭურველით არის აღჭურვილი, დაცულია ჯვარის სახით, ლოცვის ფარით, ასე ვთქვათ, საჭურველით. ყველანაირი სათნოები საჭურველით აღსილი და დაცულია და ეს ადამიანი როგორც სარკე ისე ირეკლავს ზემოქმედებას. ზოგი ამბობს, რომ აი ვინმე ხომ არ გამიკეთა რაღაცა, ჯადო ხარ გამიკეთა, ან ინვოლტირება, ან რაღაცა ოკულტური ზემოქმედება. ზოგი ფიქრობს და შიშს გამოთქვამს იმისა, რომ ვინმე ფსიქიური ზემოქმედება ხარ მოახდინა მასზე, უნებლიეთ თუ ნებით, შურით აღსილი, უარყოფითი ნეგატიურად დამუხტული ნებისყოფით რომელიმე ადამიანისა. რაიმე დემონური ბრძოლა ხარ წარმოეშვა მას და რაღაცა ისეთი გავლენები ხარ უშლის ხელს მისი მიზნების აღსრულებისათვის და გზა ეკეტება. რომელიმე ფიქრობს იმას, რომ რა თქმა უნდა, საკუთარი წოდებსაც აბრალებს და ასე შემდეგ. ზოგი რაღაც გაუკვევა და გაუგება ბედის ფაქტორს და ფატალურ ფაქტორებს მოიყვანს ხოლმე, რომლებიც დღეს მოდაშია. და რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები, რომლებიც ხშირად ესეც გამოთქვა, თლად უსაფუძვლო არ არის ეს ეჭვი, მე ვიტყოდი, უსაფუძვლო არ არის, მაგრამ როდესაც დაცულია ქრისტიანი, დაცული ქრისტიანი აღსილი მადლით და ის ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი დაცემები გაუვლია, ბევრი წოდები ჩაუდენია, მაგრამ მუდამ ნანობს, მუდამ ცდილობს რომ ფეხზე წამოდგეს ისევ, მუდამ ისევ სულიერ კომპასს, სულიერ რუქას არ კარგავს, მიყვება უფლის ნებას, გამოიცნობს მას, აუცილებელი არის ამისათვის წმინდანი იყოს ადამიანი, გამოიცნობს მას და მიყვება მას ესმის ხმა უფლისა, ასე ვთქვათ, შინაგანი, აი რაღაცნაირი შინაგანი ინტუიციური სმენით, ვთქვათ, სულიერი სმენით, მისი განკუთვნილი ინტელექტი, მისი განკუთვნილი სულიერი შეგრძნება გამოიცნობს, იდენტიფიცირებს ღვთისნებას და შეიგრძნობს და გრძნობაცოდნად გარდაქმნის, რაც აზრით, სიტყვით თუ საქმით ქმედებაშიც ვლინდება, აი მაშინ ეს ადამიანი დაცულია ყოველგვარი რაც მე ვახსენე ამ ნეგატიური ზეგავლენებისაგან. მაგრამ სრულად დაცული და სრულ გარანტირებულად, ასე ვთქვათ, შეზღუდული არავინ არ არის. სრულ ხიზლად და სრულ ლოცვით მდგომარეობაში უნდა იყოს. დიახაც, იმიტომ რომ მუდამ ილოცებდით, მუდამ ლოცულობდით, მუდამ იღვიძებდით. ფრთხილად იყავით, იღვიძებთ, იმიტომ რომ როცა პავლე მოციქული ამბობს, რა საშიშად დადიხეთ, რა ზუსტ ციტირებას არ ვუხდით ძველი კათოლიკე. მაგრამ აზრი გასაგებია, იმიტომ სრულ მუდამ ესეთ ყურადღებისა და ღვიძარების მე რომ რუღამი არ უნდა დაიძინოს ადამიანი, ღვიძარება სულ სხვა მდგომარეობაა.
ეს მეტაფიზიკური გვიძარება გვიძილია და არა ფიზიოლოგიური ძიება. ამიტომ თუ გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ ღმერთთან და დაცული ვიყოთ და ღმერთი ჩვენთან არის და ვამოქმედებს ქრისტიანს ჩვენ შორის ზუსტად უნდა ვიყოთ აღწევილი ამ მადლით, რაზედაც მე ვიძახი და რაც შეგრძნებადია, ეს უხილავი მადლი შეგრძნებადია ხილულად ჩვენთვის ჩვენი მთლიანად ხატებითა და იმ მსგავსებით, რომელიც უფალმა მოგვცა და დაგვავალა. მინდა რომ უსურო დიდი თემებია და უსურო ამ ოჯახს და ყველა ჩვენთანაც მინდა უსურო ყველა ადამიანს ასაკუთრებულ მრევლს მინდა რომ აღივსონ სიყვარულით მოიცილონ ის ზედმეტი ბალასტი და ბარგი, რაც უშლის ხელს სისვლაში ამ პარტაუნება თვითგანდიდებისადმი მისწრაფება, საკუთარი თავის ვთქვათ სხვაზე მაღლა დაყენება, შეჯიბრის სულიერობაში, ასე ვთქვათ, შედარებითი წარმოსახვა და შედარებითი, ასე ვთქვათ, ტენდენცია, რომ სხვა ადამიანს შეადაროს საკუთარი თავი, ეს ძალიან საშიშია. რა თქმა უნდა, ფიცი, წყევლა, ამას ვიზამ, იმას არ ვიზამ, ესეთი პირობების დადება, ესეც საშიშია. არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, ამას სახარებაზე ბევრი და საკმაოდ ბევრი დარიგებებია, რომ ჩვენი სიტყვა ესე არ იყოს, ამას ვიზამ, იმას ვიზამ. ღვთისნება იქნა შევეცდები, ასე გავაკეთო ეს თქო. და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გაძლიერებას უსურვებ ლოცვაში. და განთავისუფლებ. ლოცვა ეს არის პირველი, ეს ვთქვათ, ცეცხლი, ის ცეცხლი, რომელიც ანთავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი ნეგატივისგან. ეს ლოცვა, როცა ადამიანი ლოცვით სუნთქავს, იგი აღიქვსება სიყვარულით. ლოცვით სუნთქვა, ეს რაც გარკვეული დიდი მადლია, როცა ადამიანი ლოცვით სუნთქავს, ლოცულობს სულ. მისი ვთქვათ, სულიერი ფუნქციონალი სულ მუდამ ლოცვით საწვავზე, ესე უხეშად ვთქვათ ტექნიკური, ლოცვით საწვავზე არის, დგას. სულ მუდამ ლოცვის მდგომარეობაში, შეიძლება სულ წიგნი არ აჭიროს ხელში და რაღაც ალოცულობს, მაგრამ ლოცვით მდგომარეობაში იყოს ადამიანი. ეს დიდი საიდუმლოა ეს და მის წინაშე შემდეგ იხსნება ზეცა. იხსნება ზეცა და ღვთისნებას ჭრեց და ზეცა ჩვენშიც არის, იყავნება შევიდაც ცათაში ნეგეცა ქვეყანას ზედა. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სხეულშიც არის ეს ზეცა, ყველგან არის იგი, ყოველწევე აღავსებს. და მინდა დაგვუსურდა ეს გახსნილი გქონოდეთ ზეცა და გახსნილია უფალმა გახსნა და ამას ვერავინ ვერ გაკეთავს და ეს მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და გზახსნილი და წარმატება მინდა უსურვო თქვენთაგან ამ ოჯახს და ყველა თქვენთაგანს. ამინ.